მეორე დღეა შეფასებების თემა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძება, რომელიც დასკვნით ეტაპზე გადადის. ოპოზიციის განცხადებით არჩევნები რომ გაყალბდა ეს ფაქტია და მას გამოძება არ სჭირდება. უმრავლესობის თქმით კი ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება ისფეთს, მათი განცხადებით ისფეთმა იმიტომ არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომ ის ცესკოს მონაცემებს ემთხვეოდა და მათ ინტერესებში არ შედიოდა. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ამჯერად ისფედისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია უკვე მეხუთე თვეა უარს ამბობს, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდია. ინფორმაცია თავად სამართლიანმა არჩევნებმა Facebook განცხადებით გავრცელა, რასაც მალევე ორგანიზაციის დირექტორის სტატუსიც მოყვა. არჩევნების მთავარი პრინციპი არ არის ისვედი გამოაქვეყნებს თუ არა შედეგებს. არჩევნების მთავარი პრინციპი არის ფარულობის დაცვა. როცა ფარულობა ფუნდამენტური პრინციპი დაიღვა და არჩევნები გახდა გამჭვირვალე. სარკისებური, რა ვიცი, როგორც გინდა დაარქვით. როგორ შეიძლება გამოძება არ მიდიოდეს ამაზე და პასუხს თხოვდეთ ისვეთს, ისევ კონსპირაციაში წავედით. მარტივად არის საკითხი სინამდვილეში არანაირი გამოძებას პროკურატურა არ აწარმოებს, ეს არის ფარსი. ეს არჩევნები გაყალბებულია დადასტურდა იმის, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭომ და უარი უთხრა დელეგაციას აკრედიტაციის მიცემაზე, იმიტომ რომ გაყალბებული გზით შექმნილი პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება. ამიტომ დადგენილია უკვე რომ გაყალბება მოხდა, ამასთან დაკავშირებით არაფერი გამოსაძიებელი აღარ არის. ერთადერთი რაც ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ არის რაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ არჩევნები ქვეყანაში აღდგეს როგორც ეგეთი, იმიტომ რომ გაუქმებულია ამ ეტაპზე. რატო დამალეს ეს PVD-ის მასალები, თქვათ, ბოლო არჩევნებისა? იმიტომ დამალეს, რომ მათთვის სასარგებლო შედეგები არ იყო. რომ მათი დათვლის შედეგები დაემთხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. ხო და იძულებული გახდებიან ეხლა სიმართლე მიაწოდონ. თუ ყალბს მიაწოდებენ, ამასაც ითვალისწინებს ყალბი მასალის მიწოდების დროს რა ხდება სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო მონიტორინგში და რომელსაც შეიძლება აღმოჩნდეს მასალა, რომელიც ან უარყოფს, ან დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, მათ ამ მასალას გამოართმევენ.